ქართლში ხმა გავრცელდა, ახალციხიდან შემოსული ოსმალეთის ჯარი მეფე ლუარსაბის საზაფხულო რეზიდენციისკენ მოიწევსო. სოფლის მღვდელმა ეკლესიის განძეულობა ერთად მოაგროვა და საგულდაგულოდ გადამალა. ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, პირჯვარი ბოლოჯერ გადაიწერა, ტაძრის კარი გადარაზა და მოტრიალდა. მის წინ ოსმალო მეომრები იდგნენ. მათ ტყეში გზააბნეოდათ და კველთელი მღვდელი მათი ბოლო იმედი იყო. მეფის რეზიდენციისკენ გზა მისი დახმარებით უნდა გაეგულიათ. 1609 წელი იდგა. ამ მღვდელს თევდორე ერქვა. თევდორე კველთელი. მე-17 საუკუნის დასაწყისში სპარსეთზე გამარჯვების შემდეგ ოსმალეთის საქართველოს დაესხა თავს. ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე ლუარსაბ მეორე. ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა მეფის შეპყრობა და ამ გზით საქართველოს დამორჩილება გადაწყვიტეს. მათ სწრაფად გადმოლახეს ტრიალეთი და მოულოდნელად მოადგნენ მანგლის. მანგლისის ახლოს სოფელ კველთაში ოსმალებმა ქართველი მღვდელი შეიპყრეს, სახელად თევდორე. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. ხოლო მან ნეტარმან ხუცესმან აღირჩია სიკვდილი ვიდრე განცემა მეფისა და განწირვა საქართველოსა. მღვდელმა ლაშქარი გზას აცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს თავს დავადგებით. თუმცა გზა უფრო და უფრო ფუჭდებოდა და არც მის დასასრულს უჭამდა პირი. მტერი მიხვდა, რომ მღვდელმა ისინი მოატყუა, მათ თევდორეს სასტიკად დასაჯეს, აწამეს და თავი მოჰკვეთეს. თუმცა თევდორეს თავდადება ნაყოფი გამოიღო. მისი მანევრით ქართველებმა ადრევე შეამჩნიეს მტერი, რომელსაც ძვირფასი დრო დაეკარგათ ფუჭად სიარულში. მეფე ლუარსაბმა მოასწრო ჯარის შეკრება და ქვიშხეთის ბოლოს ტაშის კართან ჩაუსაფრდა მტერს. რიჟრაჟზე ქართველები უეცრად დაეცნენ ომის მოლოდინით ღამენათევ თურქებს და თოფები დაუშინეს. შემდეგ ხმალ და ხმალ მიეჭრნენ. მედგრად იბრძოდა ახალგაზრდა სარდალი გიორგი სააკაძე. სააკაძემ რჯულშეცვლილი ქართველი ფერად ფაშა შეიპყრო და ხელფეხ გაკოჭილი მიჰგვარა მეფეს. მეფე ლუარსაბის კეთილგონიერებითა და გიორგი სააკაძის საზრიანობით ტაშისკარის ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. თევდორე კველთელი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოს.